ყირიმის ომში განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთის მეფე ალექსანდრე მეორე რეფორმების განხორციელებას იწყებს, რაც საქართველოსაც ვრცელდება. უქმდება ბატონყმობა. ყმა გლეხი თავისუფალი მოქალაქე ხდება და საშუალება ეძლევა საკუთარი სურვილის მიხედვით იმოქმედოს. თავადთა ნაწილი ამ სიახლეს უარყოფითად იღებს, რადგან ყმების გათავისუფლება მათი გაღატაკების საშიშროებას აჩენს. დიმიტრი ყიფიანის შემუშავებული უმრავლესობის პროექტი, რომელსაც 224 დიდგვაროვანი უჭერს მხარს, გლეხების უმიწოდ გათავისუფლებას ითხოვს. უსამართლობას ეწინააღმდეგებიან თერგდალეულები. ილია აქვეყნებს კრიტიკულ შენიშვნებს და მემამულესა და გლეხს შორის არსებული ყველა ძაფის გაწყვეტას ითხოვს. საბოლოოდ რეფორმა მემამულეთათვის ხელსაყრელ პირობებში ხორციელდება, თუმცა სათავეს უდებს თავისუფლებისკენ მიმავალ გზას.